1820 წლის ნივთი იყო ვერცხლის. რამდენი წელი აქ მუშაობ? სახლიდან მოგაქვთ ეს ნივთები? რასევდიანი ამბავი მოყევით? სითბო მომდის ამ ძველი ჭურჭლიდან, სითბო და დადებითი აურა. მეუბნები ქალბატონო, რამდენი გინდა ამ იმაში ნივთში? შვილისთვის მინდაო ველისოფეტი უყიდო და უყიდიო. ხო და მეუბნები რამდენი გინდა მაინც? მაშინ ლარი იყო მანეთ 60. ლარი 60 ხარ. მეუბნება 500 ლარი. დაურეკე ჩემ ამხანაგს. მეუბნება ესეთი ნივთია, რამდენი აიღეო. მივეცი 500. გავიდა 1 საათი მოვიდა ჩემი ამხანაგი, გავაცილე ეს ხალი წავიდა. ხო და მეუბნები რა ეღირება? ეს $2000 ისო. სად 500 ლარი, სად $2000. მეუბნები რამდენს მომცემ ახლა? მაგდესაც გაძლევ. და წავიდა, წაიღო ნივთი. ფული მეორე დღეს მომიტანა. მერე გავიგედე რომ ეს ამას გავუყიდე $150,000. $150,000 გავუყიდე ეს ნივთი. ნუ ახლა სიტყვა პირიდან გამოდის, მე მივევსო მოვდა ბაზარი. ძალიან ძველ ნივთებს, რომელიც გაიყიდა აქედან, ზოგ-ზოგიერთებს კიდე დავიტოვებდი ჩემთვის. მიგწდებათ რამე ნივთზე? ბევრზე. აი რა. ბევრი იყო ისეთი რაღაცეები, აბა რა გითხრათ, ეხლა რაც აღარ არის. არ უნდა გაგეყიდათ? არ უნდა გაყიდულიყო, ის არ უნდა გასულიყო. სახლიდან მოიტანეთ პირველი ნივთები? მე კი. როდის? გეუბნები 1995 წელს. რამდენი წლის იყავით? მაშინ ვიყავი, ვაიმე რამ, ეხლა 70-ის. 70-ის ვარ. ეს იყო მგონი სადღაც 10 წლის უკან, ხო, უფრო ცოტა მეტია რაც ვარ აქ მოსულდა. იუშენკო იყო, აქ მე მაშინ ვერც კი წარმოვიდგინდი, რომ იუშენკო საქართველოში ჩამოვიდოდა და აქ გამოივლიდა. და ჩემი მოქსოვილი ეს ბაჩუჩი აიღო. მართლა? დიახ. და ქართულად მომმართა, რაც ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო. მე რა გითხრათ? მოეწონა. ხომ ხედავთო, ქართულად მითხრა, აი ფიცავა რომ ეს ილუზია არ არის, მითხრა, ყველანის თავის მყიდველი ყავს, ასე მითხრა. თვითონ ხელი არ მოუკიდებია, დაცვამიც მოყვებოდა, იმას უთხრა ფული გადაუხადეთ ამ ქალბატონს და აიღეთ. ვინც მყიდველი მოდის, ძალიან მიხარია რომ აი სულ ნინა აი გუშინაც მოვიდა ერთი ძალიან კაი პიროვნება და ნინა ისე აი დამირეკა გედინა ეს ვაზა კუზნიცოვის ვაზა რო შენსგან ავიღე, აი გიждები რა. აი ასე. ვანო ერთი მომეხმარე სამწიო რა. აი ეს არის ჩვენი ავლადიდება. რა ავლადიდება? საიდან მოგაქვთ ეს ნივთები? ვაბარებენ, აი გაჭირვებული ხალხი არიან კიდე და მოაქვს სახლიდან. ეს ლემურის სერვიზია. ესაც 60-იანი წლების არის. რაც უფრო მეტ ადამიანს ვასიამოვნებ, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და მე ვიკვებები ამით. ჩემი სიმართლით და ჩემი კეთილი განწყობით. და ძალიან მიყვარს ჩემი მყიდველები სხვათა შორის. ძალიან. მოკლედ რომ მოგიხარს. გაკარგია ბედნიერება რომ მოა კაკაურობას. კი. აი როგორც კი დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერად ჩავთვალოთ თავის. თქვენ რა შეხედავთ მომავალს? მომავალს იმას შეიძლება რამე ვინიც აბა. სოფლებში ხალხი არ დარჩა, გაიგე. ყველას თბილისი უნდა. მუშაობა არავის არ უნდა. გული რაზე გწყდებათ 75 წლის კაცს? გულის მიტყდება რომ
აი ადრე შვილო ბავში სკოლას რო დაამთავრებდა იყო ფეზეუ აჭმევდნენ ფულს იხდიდნენ ხელობას ასწავლიდნენ ეხლა მთელი დღე ეს ტელეფონი თქვენ არ ასწავლით თქვენ შვილიშვილებს თქვენ საქმეს ვასწავლი როგორ არა მაგრამ არ უნდა რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ბაზართან საუკეთესო. მართლა აერზე ვარ თქო. იმიტომ რომ არც კარადები გვაქვს საქონელი შევინახოთ, არც დასაჯდომი გვაქვს, არც ნუ რაღაცა აი ბოშები ვითვართ რა მიწაზე. აბა რა ისტორია რა. რამდენი წელი აქ ახართ 2005 წლიდან. ძალიან დიდი ხანია აბა მერე როგორი 20 წელი იყო და მეტი კიდე მეტი ხან ვაჭრობდი ხან ოჯახის რაღაცებს ყიდიდი ხან რა ვიცი ვართ რა იოლად გავდივარ 8 წლის ვინ მოგიყვანათ პირველად პაპაჩემ და იმის მერე სულ აქ ახართ ის სხვა გეყვარებათ ძალიან მიყვარს აბა რო არ მიყვარდეს არ გავაკეთებდი ამ საქმეს ყველამ უნდა ის გააკეთოს რაც უყვარს უცნაური საქმეა ძალიან დიდი მადლობა კარგი კაცი ხართ გენაცვალე ბაბა კარგად ბედნიერად. გენაცვალე დიდი მადლობა კარგად